სახელითა მამისათა და დათვისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა მრავალ წარასწრო თქვენი და სულიერ საქართველო ამინ. დღევანდელი მსახურება ვიფასო მეგობრებო, ახლავ საშობაო მწუხრი, რომელსაც ებმის ლიტურგია. ანუ როგორ არის იცით ეს მსახურება შედგენილი, რომ ფაქტიურად ჩვენ შობის დღესასწაული უკვე დავიწყეთ. შობის დღესასწაულის აღნიშვნა უკვე დავიწყეთ, თუმცა კი ველოდებით იმ საგალობელს, რომელიც ზეციდან უნდა გაისმას დიდება მაღალთაშინა ღმერთსა და ამის შესახებ ცოტაქვევით მოგახსენებთ. დღეს თვითონ ამ მსახურებაზე გეტყვით, რომ ყოველი მწუხრი გახლავთ ახალი დღის დასაწყისი. ჩვენ უბრალოდ შეიძლება დროში ცოტა სიზუსტით ვერ აღვასრულებთ ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ეს მწუხრი წესით უნდა დაგვეწყო მაშინ სადღაც საღამოსკენ ესე 3-4 საათის შემდგომ და მასზე უნდა მოგვება ეს ლიტურგია, მაგრამ მერე კიდე რომ ღამისთევა გვიწევს, ჩვენ ახლა სუსტი ადამიანები ვართ და ამდენი ერთად აღარ შეგვიძლია და ამიტომ ის ღამისთევა მერე დილის 2 საათზე ის კარი მთელი თავის საკითხავებით წესით თუ ასე გავყვებოდით საათობრივად როგორც არის მოცემულობა, ჩვენ სისუსტეს ითვალისწინებს ღმერთი პირველ რიგში და ითვალისწინებდა ეკლესია და ამიტომაც ეს მსახურება ისე არის შექმნილი, რომ მაგალითად მწუხრი ჩვენ უკვე ახლა ვილოცეთ, ეს იყო საშობაო მწუხრი, შეიძლება ასე ითქვას, ანუ შობის დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენ უკვე დავიწყეთ. შობის დღესასწაული იწყება აი ამ სიტყვებით. წევსებმა მოისმინეს გალობა, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ხომ ძალიან ჰარმონიულია ეს გალობა, რომ დიდება ღმერთს და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჰარმონიული კი არის, მაგრამ სად არის ჰარმონიული ცით? ზეცაში ჰარმონიულია ნამდვილად. დიდებას, საფრთხო დიდება ყოველთვის აღევლინება ზეცაში. შეუჩერებელი პროცესი გახლავთ ეს, იმიტომ რომ ანგელოზთა დასი, საფრთხო დიდება, საფრთხო ამ კანდიდების იმს ყოველთვის წარმოთქვამენ, მაგრამ აი ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება ამ საკითხში ცოტა მოვიკვეჭდეთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვასრულებთ თუ არა ამ ყველაფერს. ზეცაში ეს სრულდება, ანუ ორ ნაწილად ხო არის გაყოფილი, რომ დიდება მაღალთაშინა ღმერთსა და მერე ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ესე იგი ზეცაში სრულდება, მაგრამ ქვეყნიერებაზე არ სრულდება ეს ყველაფერი. არ სრულდება, იმიტომ კი არა რომ ღმერთს არ უნდა რომ შესრულდეს, იმიტომ რომ შენ არ გაქვს ჯერ სრული მინდობა ღმერთზე. აი, რომ მიენდო მას და რომ თქვა რომ რაღაცა შენი გამზადებული პროექტით არ მიხვიდე მასთან და ბეჭედი არ მოითხოვო, რომ აგერ მოვიტანე ჩემი ცხოვრება ასე მინდა და შენ ბეჭედი დამისვი. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, ხშირად უნდობლობის პრობლემა არის ჩვენში, რომ ჩვენ არ ვენდობით მას, რომელიც იშვა კაცთათვის და ჩვენი გამოხსნისათვის მან სისხლი დათქია ჯვარზე, აი უნდობლობა გვაქვს, მიუხედავად ამისა, ვიხილეთ ეს ყველაფერი, მოვისმინეთ ეს ყველაფერი, ვიწამეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ვენდობი და მაინც ჩემეულ პროექტს თავაზობ ჩემი ცხოვრებისას, რომ აი ასიაჯობებს ალბათ. მოძღვართანაც ხავსე მივდივართ ხოლმე, რაღაცა უკვე გამზადებული წინადადებით, რომ აი ბილეთი ავიღე და მივფრინავ საზღვარგარეთ. და იქნება და ბილეთს სანამ აიღებდი, იქამდე მისულიყავი, რომ ეს მოძღვარი რომ უარი რო გითხრას, ამ ბილეთს რომ იზარალებ, ვერ ხო შეიძლება რომ ისე დაბრკოლდე, რომ აი მე ახლა აი როგორ მოძღვარმა, როგორ დამაბრკოლა, არ მომცა კითხება, რომ სადღაცაც წავსულიყავი და თუ კითხება გინდოდა მაშინ სანამ ბილეთს აიღებდი, იქამდე უნდა მისულიყავი კურთხევაზე. და თუ კურთხევა არ გინდოდა, უბრალოდ ბეჭედის დასმა გინდოდა, მაშინ მოძღვართან რაღაცობით იხარ, ეს ბეჭედი შენ თვითონ უნდა დასვა შენ ცხოვრებაზე და სხვისგან ითხოვ მერე პასუხისმგებლობას. ასეთია ჩვენი ცხოვრება. მოძღვართან მივდივარ, მეუბნები, აი უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რაღაცა ფული გადახდილი მაქვს, საბუთები გამზადებულია, შენ მაკურთხე, ახლა უნდა შევეძინო. შენ მაკურთხე, ახლა ბილეთი ნაყიდი მაქვს, უნდა გავფრინდე. კაცო, ბილეთის შეძენამდე რატო არ მკითხე? ყიდვამდე რატო არ მკითხე? ნაბიჯის გადადგმამდე რატო არ მკითხე? იმიტომ რომ ნდობის ნაკლები გვაქვს, ის ნაკლებობა გვაქვს, რომ
ახლა მე ასე გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება და მოძღვარი ამისთვის ჭირდება რომ ბეჭედი დასვას. მაგრამ რა უჭირს ეს მარტო მოძღვარზე რომ ვრცელდებოდეს? ასეთი რამ ვრცელდება ჩვენი ურთიერთობა ღმერთთანაც. ჩვენ ვთავაზობთ გამზადებულ პროექტს, რომელიც ჩვენ ავტორები ჩვენ ვართ ამ პროექტისა. გამზადებული პროექტით მივდივარ და ვეუბნები ღმერთო, ახლა შენ ამაზე უნდა დასვა ბეჭედი. მე ასე ვაპირებ ცხოვრება, ასე უნდა მიმოქმედო ხვალ, ზეგ ასე, მასე ისე და ეს ყველაფერი გამზადებული მაქვს და ახლა ერთ რამეს ველოდები რომ მან უნდა თავისი ნება უნდა გამოხატოს და ამის მერე ხშირად ის დაბრკოლება, რომელიც დაბრკოლებითაც ადამიანი ამბობს რომ აი რა დავაშავე, ლოცულობ რაღაცა არ მისრულდება, რა დავაშავე რაღაცა ისი არ ხდება როგორც მე მინდა, რა დავაშავე რაღაცა განსაცდელი მოვიდა. სინამდვილეში დავაშავეთ უნდობლობა, მეტი კი არაფერი. იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, იმას ნიშნავს რომ უფლის ნება ისედაც იქნება. შენ რომ არ თქვა ეს, ისედაც იქნება, მაგრამ რამდენად შენი ნება ეთანხმება მის ნებას, ამის შესახებ არის ლაპარაკი. ზეცაში აუცილებლად იქნება მისი ნება და ქვეყანასაც აუცილებლად იქნება, მაგრამ შენ თუ ხარ შეთანხმებული, ნეტარი აპოსტოლი წერს. უფალო ყველა იმას გეკითხება, რაც სურს. შენი უკეთესი მსახური ის კი არ არის, ვინც შენგან სასურველ პასუხს მოელის. დააკვირდით? შენი უკეთესი მსახური ის კი არ არის, ვინც შენგან სასურველ პასუხს მოელის. არამედ სასურველია ის, რასაც შენ უპასუხებ. ანუ თუ კი შენთვის გახდება სასურველი ის, რასაც გიპასუხებს ღმერთი, ამ შემთხვევაში შენ პროექტების წერას თავს ანებებ. შენი პროექტებით აღარ ხარ წარდგენილი უკვე, რომ ბეჭდის დასმას იქ აღარ ელოდება. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ეძიებ ღვთისნებას, რომელიც გამუდმებით შესცქერი მის ნებას, რომ სადმე აცდენა არ მოხდეს მის ნებასა და შენს ნებას შორის და არ აღმოჩნდე ადამიანი მისი ნების გარეთ. რომ თანხმობაში არ მოხვიდე მის ნებასთან. აი ეს გახლავთ სინამდვილეში ის, რაზეც მე ახლა გელაპარაკებოდით, რომ იდება მაღალთა შინა ღმერთსა, ეს ფრაზა ნამდვილად მეორე ფრაზაც ჰარმონიულად ჟღერს, მაგრამ შესრულებით ეს ფრაზა ზეცაში სრულდება, მაგრამ ქვეყანაზე არ სრულდება და ამ არ შესრულების მიზეზი გახლავთ ერთადერთი, ჩვენი უნდობლობა და როდესაც იხილავ ყრმას, რომელიც დაიბადა ბაგაში, როდესაც იხილავ რომ ყრმა, რომელიც გაიზარდა და ესე იგი აღასრულა არაერთი სასწაული, როდესაც იხილავ ყრმას, რომელმაც გაზრდილმა უკვე ჯვარცმა გადაწყვიტა, იმიტომ რომ შენ ცოდვებისგან გამოგისყიდოს, გადაგარჩინოს, გაგაახლოს, ცათა სასופევლის კარი გაგიღოს და მიუხედავად ამისა, ნდობის ნაკლებობა მაინც გაგაჩნია, კარგად დაფიქრდი ქრისტიანო ადამიანო, რომ ამ სიტყვების თქმის დროს სად იმყოფება შენი სული, ახალი პროექტის შედგენაში შენი ცხოვრებისა, თუ იმის მოლოდინში, რას ინებებს ღმერთი, რომელი ნების აღმასრულებელის და მსახურიც უნდა გავხდე მე. ასეთი უნდა იყოს ქრისტეშობა ჩვენთვის. აი ქრისტე უნდა იშვას ჩვენს გულებში, როდესაც ლაპარაკობენ, ასე უნდა იშვას, სხვაგვარად ვერ იშვება. ჩვენ შობას, როდესაც ვამბობთ, ყოველთვის ადამიანის დაბადება წარმოვიდგენ. არა, გულში იშვება ასე, რომ იყავ ნება შენი, აი ეს სიტყვები გახდება ჩემთვის, არა ის, როგორც მე მნებავს, რომ ღმერთმა მიპასუხოს, არამედ სასურველია ის, რასაც პასუხობს ღმერთი. ამინ. ამოცვილი და გახარებული გამყოფო ღმერთმა მრავალს დაგასწრო, მრავალ ქრისტეშობის დღესასწაულს, საღამოს მსახურება სერობა დაიწყება 10 საათზე, 11-ზე დაიწყება ცისკარი და მოედნება საფრთხო ლიტურგია იოანე ოქროპირისა. ევანგელი ლიტურგია იყო ბასილი დიდის ლიტურგია და ბასილი დიდის ამანდო ველოცებში მისი ტროპლები უნდა წაიყვანოს.